ბავშვებო, წარმოიდგენთ, მაგრამ ჩვენ ყველა უკლებლივ ყველა პასკა მოვრთეთ. Quantos anos você tá ligado? ეს არის ჩემი ნახელავი, ეს არის ნიოს ნახელავი და ეს არის ჩვენი უშენელესი ოპერატორის ნახელავი. ოდენ ლამაზი კვერცხებით. ესეთი სილამაზეები. დაგვიწერეთ ყველამ ძალიან ბევრი ლაიქები და მრავალ აღდგომას დავესწროთ. გამარჯობა ბავშვებო, თქვენ ხარ ასე ალკო და პრინცესები. დღეს ჩვენ ვთავაზ ასკებს. ჩვენ გვაქვს ყვავილები, ცუკატები, გულები, გვაქვს ვითომ კვერცხები, გვაქვს ნამდვილი კვერცხები, და ხორცაკელი, გვაქვს ასეთი მოსართავები და გვაქვს ლაზური. ლაზური, რითაც დავამაგრებთ ამ ჩვენს მოსართავებს და კვერცხებს. პირველ რიგში ყველას გილოცავთ აღდგომა. აღდგომას. მრავალს დავესწროთ ერთად. მე ვიჩევ ამას, ანა იჩევს ამას. მოდი მეც დიდიდან დავიწყებ. ჩვენ გვაქვს იდეა რომ გავაკეთოთ ამ პასკაზე პატარა ბუდე. კვერცხები. აბა ვნახოთ ვის როგორი ბუდეები გამოგვივა. რომ კვერცხები კარგად დაიკავოს პასკაზე. ცოტა გლაზური დავდოთ შუაში. ცენტრში. როგორ გათეთრდა? ისე რომ მივცეთ ბუდის ფორმა, შუაში ჩაღრმავება გაუკეთოთ. აი ეს. შუაში აქვს ბუდის ფორმა. ძალიან კარგი. ახლა ირგვლივ მოვაყრით აი ასეთ მოსართავებს. ნახე რომელშიც უფრო ყავისფერი რომელშიც არის. ამაში უფრო მუქებია. მაინც ვაუ, რა ფერებია. და ხელით მოაყარე რომ აბა ვნახოთ როგორები გა. შენ შეგიძლია სხვა ფერის ბუდე გააკეთო, იქ არის სხვა. მწვანეც, ყვითელიც, ლურჯიც. ფანტასტიკური იქნება ყველა. ანას ბუდე თითქმის მორთულია. ვითომ აქ კვერცხები. და რა მაგარი იქნება. მართლა კვერცხები ვით არის? თუ გულებია? არა. ვაუ. ჩვენს უკანა ფონს ბავშვებო ამშვენებს ჩვენი მორთული წლების წინ თქვენი საყვარელი ვიდეოები. ყველას ჩვენ ეს ერთგულ მაყურებლებს მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით. მე მინდა უკვე დავალაგო შიგ კვერცხები და მე მინდა აი ასეთი უნიკალური, მე მგონი ძალიან საყვარელი კვერცხები. აი მწყერის კვერცხებს გავს. მაგდენი რა ამბავია ცოტა და ანუ 3 დაეტევა იმ ხელებია. აი ეს რა საყვარლებია. ძალიან მაგარი. აი პირველი პასკა უკვე გამზადდა. და გამოვიდა ფანტასტიკური. ძალიან ლამაზი. საყვარელი.
შემდეგი შეგიძლია დაიწყო. მე მინდა მოდით აი ამას ავიღებ. ძალიან ლამაზი ზედაპირი აქვს. საშუალო ზომა. მე აქ მინდა უკვე რომ გავაკეთო ეს ფოთლები და ყოლები. კარგი, ძალიან კარგი. ასე ხერფენად დავაყრებ ლაზურს და გავაკეთო თვითონ ბარს. აჰა, აგერ ჩვენი ლინოც რთავს უკვე. კვერცხებით ბუდეს. და ნახოთ როგორი გამოვა. ნუ მაიღო სხვადასხვა ფერის კვერცხები. თან დააკომენტარი აბა ნინო. მე გავაკეთე კვერცხები. შუაში დავდები ასეთი ლამაზი კვერცხი. და დავდები ცუკეთე. ცუკეთე. ფანტასტიკურია ნინო შენის მინდა გითხრა და ძალიან მაგარი. სათდება ანას შემდეგი პასკა. ეს იქნება ვითომ მინდორი და აი ესეთ ულამაზეს ტრიოს. ყვავილების თაიგულს ლამას. ვაუ. ორიგინალური, ულტრა ორიგინალური, ძალიან მაგარი. დავდოთ თავის ახლას. აბა შემდეგი. მოდით ავიღოთ ასეთი პატარა. ნახე ამასო. ძალიან კარგი. ეს იქნება უნიკალური დიზაინი. ვაუ. ეს იქნება ბეზეს ეს გაშრება არის? გაშრება, ზეწა. აბა, მე დავინახე რომ ასეთ ლურჯებში არის ჩიტები. მართლა? ეს ფანტელებიც მოაყარე და ისიც ლამაზი იქნება. იშვიათი ხელოვნების ნიმუშები კეთდება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ნამეტანი ორიგინალური გამოვიდა. გაჩერე? გაჩერე დაფიქსირდეს. საოცრად ლამაზი. აბა შემდეგი. შენთან დადევი იქეთ. გამომივიდა შეხედა ესეთი სვარი. მიცე. მე გადავწყვიტე რომ მექნება ახლა პასკა უშუალოდ წითელი კვერცხებით. ძალიან კარგი. რაც გაკეთდა ჩვენი პასკები, ყველა არის ძალიან ლამაზები. გამოგიტყდებით. ესეთი ლამაზი ჯეჯილი ამშვენებს ჩვენს მაგიდას ლამაზი კვერცხებით. ესეთი შეღებილი კვერცხები. იდეალური კვერცხი.
როგორი ფანტაზია აქვთ ბავშვებს. რა ორიგინალურია, რა მაგარია. მოკლედ რომელ ერთს უყურო უკვე აღარ ვიცი, ისეთი ლამაზებია. ვაუ. ჩიტები. მაშინ წელიწადის დრო თუ არა გაქვს შეხედე? გაზაფხული, ზაფხული შემოხდა სამთო. საოცარი შერწყმა. ძალიან ყოჩახი. წიცილა და ეს იქნება მისი ვიდეო საჭმელი. ცუკატები. დახრილი. ძალიან კარგი. განთარგმნილი ფოში. დასვი და უფრო კარგად ჩანს, დასვი. შემოდგომა მექნება წითელში. გადავარდა. წვანა იქნება ზაფხული და ვარდისფერი იქნება გაზაფხული. ვაუ. რა მაგარია. მეგონი ცენტრში რაღაცა უნდა ჩავსვათ. ვარსკვლავი. აი რა ორიგინალური გამოვიდა. ჩასვი, დასვი ძირს. მოვაწყოთ შეჯიბრი ანასა და ნინოს პასკებს შორის მორთული. ჩემი პატარა წიცილა დახედით. პატარა კი არა, კაი ხილად იწილა გამოდის. ფიქრობ თავი ასე გავუკეთავ? კი. გადასარევი მოგონება. და აქ იქნება პატარა გლაზური და ზემოდან დავადებ თვალს. მოდი გლაზურში ხო, აი. შეგიძლია ბიბილოც გაუკეთო წითელი სხივებით. ეჭვენა ბიბილო. ოჩახ, რა მაგარი თვალია. არა ჩეულები. მე მგონი ნისკარტიც უნდა. ნისკარტიც უნდა კი. ისიც გლაზურში ამოავლე და მიუწებე. ნისკარტი ცოტა მონარინჯისფრო იქნება. კი, კარგი. იქვია გაკ. ამოავლე მაგაში. ასიკოს. მიროსო ყვარელია. ერთი მეც მინდა გავაკეთო. ჩვენი ერთგული მაყურებლებისთვის. აბა როგორი გამომივა. მე წიცილა დავასრულებ. საოცარი წიცილა მინდა გითხრათ.